საქართველოს ტერიტორიაზე თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ცხედრების ნაწილი უკვე ნაპოვნია, ცნობილია ყველა გარდაცვლილის ვინაობა. სიყნაღის რაიონში სამძებრო სამეშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. რა ხდება ადგილზე და მომხდართან დაკავშირებით რა ვერსიები ვრცელდება, შალვა სუმბაძე გვეტყვის. შალვა, გისმენთ. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით ამ დროისთვის ნაპოვნია 18 ცხედარი და უკვე 2 ცხედარს ამ დრომდე ეძებენ. ჩართულია ამ პროცესში როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. იქიდან გამომდინარე, რომ ვარდნა საკმაოდ მაღალი სიმაღლიდან მოხდა და რამდენიმე ნაწილად იყო თვითმფრინავი გაყოფილი, საკმაოდ დიდია ის ტერიტორია და ის არეალი, რომელზეც თვითმფრინავის დეტალებია მიმოფანტული, შესაბამისად დიდი ოდენობით ცოცხალი ძალა, ჯარისკაცები გადაადგილდებიან პერიმეტრზე და ეძებენ ყველანაირ კვალს, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ერთის მხრივ თვითმფრინავის ფრაგმენტების მდებარეობაზე, ხოლო მეორეს მხრივ იმ 2 ცხედრის ასე ვთქვათ ადგილსამყოფელზე, რომელიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ასევე გეტყვით იმას, რომ მთელი ღამის განმავლობაში, ასევე მთელი დღის განმავლობაში დღეს გუშინაც აქ იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, რომლებიც საკოორდინაციო შტაბში პირადად ადევნებდნენ თვალს პროცესების მიმდინარეობას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ჩვენთან საუბარში განმარტა, 2 ქვეყანამ საქართველომ და თურქეთმა უკვე შექმნეს ერთობლივი საგამოძიებო კომისია, რომელიც პროცედურულად წარმართავს ყველა იმ პროცედურას, ასე ვთქვათ, რომელიც უნდა განხორციელდეს ამ ტერიტორიაზე. აქ გარდა ცოცხალი ძალისა შემოყვანილია სპეციალური ტექნიკათ, მათ შორის ეგრეთ წოდებული კვადროციკლები, მაღალი გამავლობის მინი ტრანსპორტი, რომელსაც შეუძლია რომ ყველა ტერიტორიაზე შევიდეს და ძიება ხდება მათ შორის ამ სპეცტექნიკის დახმარებით. სულ ცოტა ხნის წინ ასევე ამ ტერიტორიიდან შესაძლებელი იყო დაგვენახა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა თვითმფრინავის გადარჩენილი ნაწილიდან, რომელიც ჯერ კიდევ არ დამწვარა და გადაურჩა ამ ხანძარს, ამოიყვანეს ცხედრები. ასევე მნიშვნელოვანია ითქვას ის, რომ მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან 3 ქვეყნის აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის უმაღლესი თანამდებობის პირები, ვინაიდან როგორც იცით თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიმფრინავდა. საქმე ეხება C-130 ტიპის თვითმფრინავს, რომლის ბორცზეც ჯამში 20 ადამიანი იმყოფებოდა. პირველ რიგში მინდა მწუხარება გამოვთქვა და მიუსამძივრო გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქ ხალხს. მოგეხსენებათ, რომ გუშინ დაახლოებით 2 საათზე აზერბაიჯანის ტერიტორიიდან აფრინდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და დაახლოებით 5 კილომეტრში განიცადა კატასტროფა. ბორცზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ეკიპაჟის წევრი. სამწუხაროდ 18 მათგანი ნაპოვნია და გარდაცვლილია. 2 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მე მუდმივ კავშირში და კოორდინაციაში მიმყოფები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან. ჩვენ შევქმნით საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, სადაც ჩართულები არიან ჩვენი თურქი კოლეგები, რომლებიც თელეგრამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და იღებდნენ მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში. მოგეხსენებათ, ეს არის სამხედრო თვითმფრინავი და მე დეტალებზე თურქეთის მხარესთან ერთად შეთანხმებით ნელა ეტაპობრივად მოგავნეთ ინფორმაციას. გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე თავ შევიკავებ მე დეტალზე საუბრიდან. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები აქ ადგილზე იმყოფებიან, ვინ იქიდან გამომდინარე, რომ ვარდნის შედეგად თვითმფრინავის ძალიან ბევრი დეტალი არის გაფანტული და ამაში ადამიანური რესურსის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად თავდაცვის ძალები იღებენ მონაწილეობას. ზებნაშველის ოპერაციაში დღეს დილიდან რამდენჯერმე ჩაერთო 2 ვერტმფრენიც, რომელიც ტერიტორიას ათვალიერებდა სიმაღლიდან და ასე ხდებოდა დაკვირვება ამ ტერიტორიაზე. რაც შეეხება უშუალოდ მომხდარ ფაქტს, ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია, ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა არ არსებობს, თუმცა მედიაში, საერთაშორისო მედიაში უკვე გავრცელდა ვერსიები, რომელზეც მედია საუბრობს. ერთის მხრივ მედია ამტკიცებს, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი გამოწვეული იყოს
მოძველებული თვითმფრინავით და კოროზირებული ბორტით. მეორეს მხრივ ასევე არის ერთი ვერსია, რომ ტვირთის არასწორმა გადანაწილებამ და турბულენტობამ გამოიწვია თვითმფრინავის ჩამოვარდნა. ასევე ითქვა ვერსია, რომ თითქოს რაღაც აფეთქდა თვითმფრინავის შიდა ტერიტორიაზე, თუმცა მალევე საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არანაირი ასაფეთქებელი ნივთიერებები ბორტზე არ ყოფილა, თუმცა მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და ოფიციალურ წყაროებს ჯერჯერობით მიზეზებზე არ უსაუბრიათ. ჩვენ ბუნებრივია ვრჩებით ადგილზე, ველოდებით ოფიციალური უწყებების განმარტებებს და მომდევნო გამოშვებებში უფრო მეტ დეტალს თუ კი ესეთი იქნება ცნობილი მივაწვდით ჩვენს მაყურებელს. მადლობა შალვა სუმბაძე იყო პირდაპირ ეთერში.